ახლა ვარ რაღაც ძალიან საინტერესო ადგილას წალკასთან. აი ესე თითქოს ბუნებრივად და თითქოს შემთხვევით ყრია ქვები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ძალიან ძველი სასწაულად ძველი ქალაქის ნარჩენები. და უაზროდ არ ყრია ეს ქვები აქ, რაღაცა ფორმები აქვს. ძველი სახლების, ან ძველი ოთახების, ან ძველი შენობების. და მომინდა რომ აქ გადამეღო ვიდეო. ცოტა ძალიან დიდი ის გამომივიდა. შუალედი, ანუ ბოლო ვიდეოდან რომ გადავიღე გონი ერთ კვირაზე მეტია უკვე გასული და მთელი ეს დრო ვემზადები იმისთვის რომ იმ ჩემ გამოშტერებულ რუსულენოვან აუდიტორიას რომ დავპირდი რომ გიგი თევზაძეს ვიდეოს ვთარგმნი და რუსულად რომ ჩავწერ იმაზე თუ რეალურად დღეს მსოფლიოში რისი დაპირისპირება მიდის რომ არანაირი მემარცხენეების და მემარჯვენეების პოლიტიკური დაპირისპირებაში არ არის საქმე და არანაირი მუსლიმური და ქრისტიანული სამყაროების დაპირისპირება, არამედ სხვა რაღაცაზეა საუბარი და რეალურად სხვა რაღაცა დაპირისპირება, სხვა რაღაცის ომია და ეს უნდა მოუყვე რუსულად და ძალიან რთული აღმოჩნდა სხვისი ლექციის გამეორება. უნდა გავიმეორო ისე, როგორც თვითონ გიგი ყვება, იმავე თანმიმდევრობით, იგივე მაგალითებით, იგივე ლოგიკას უნდა მივყვე, იგივე ჯაჭვი უნდა. ასეთი რაღაც არ მიკეთებია ალბათ სკოლის მერე, რომ ვიღაცის ნაფიქრალიან დანაწერი წავიკითხო და მერე ის გადმოვცე ზუსტად ისე, როგორც ავტორს ჰქონდა. ბევრად უფრო სწორი და გამართლებულია საკუთარი იდეების გაჟღერება, მაგრამ რადგან ვთქვი და დავპირდი ჩემს რუსულენოვან აუდიტორიას, რომ იმას მოგიყვებით, იმიტომ რომ რუსულენოვან სამყაროში, დებილ სამყაროში არ არსებობს არც ერთი ისეთი კომენტატორი, რომელიც მსჯელობს ისე, როგორც გიგი თევზაძე. და ის რო არის ჩვენ ხო გვიყვარს თქმა ხოლმე რომ ღმერთები ქართულად ლაპარაკობენო და ღმერთები არ ვიცი, მაგრამ ყველაზე ძლიერი და თანამედროვე ფილოსოფოსები და პოლიტიკოსები და პოლიტიკის ვინ პოლიტიკის კომენტატორები რო ქართულად ლაპარაკობენ, ეს უეჭველია ამას, ეს შეგვიძლია მეცნიერულად დავამტკიცოთ. ახლა დღევანდელი ვიდეო რაზე იქნება? იმაზე თუ რომელ ენერგიებმა და რომელ ემოციებმა ჩემში გადამაწყვეტინეს, რომ მე უნდა გავხდე დეოკუპატორი. აფხაზეთში რო დავიწყე სიარული, სულ პირველად ჩავედი 2014-ში და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც აიეტის სამყაროში აიეტი კი არა, რა ქვია იმას. რაღაცა ბერძნული ღმერთი როა აიდი. აიდი ხო ქვესკნელის ის არის ღმერთი, რომ ვითომ რაღაცა ქვესკნელის ღმერთის სამყაროში ჩავდივარ, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა პირველ ჩასვლაზე, აი ჩვეულებრივად მკვდრების სამყარო იყო, ახლა ნელ-ნელა გაცოცხლებულია უკვე იქაურობა გზაც დააგეს და რაღაცა, მაგრამ მაშინ პირველად 2014-ში აი ზუსტად ის შეგრძნება მქონდა, რომ რაღაცა მკვდრების სამყაროში შემოვაბიჯე. მე 2016-ში დავიწყე უკვე ძალიან აქტიური სიარული, აი კვირაში რამოდენიმეჯერ რომ დავდიოდი ისეთი და პირველი საშინელება, რაც იქ ხარ, რომ გეუფლება ის არის, რომ შენ იქ ხარ, მაგრამ და შენი სახლი იქ არის, მაგრამ იქ არ არის შენი სახელმწიფო. ეს არის ძალიან რაც გაბრაზებს და ვიღაცა რუსი მძღნერი ვანიას სახელმწიფოც კი არა, რაღაცა ტერორისტული კონგლომერატია იქ, სადაც შენი სახლი უნდა იყოს და იქ არ არის შენი თავისუფლება და შენი ნება, ვიღაცა რუსი ვანიას ნება. ეს არის ძალიან რთული და მეორე ძალიან რთული არის ის, რომ
პირადი შენი თავისუფლებების შეზღუდვა, რომ აი რომ ვიღაცას უნდა კითხო, ვიღაცას უნდა შეუთანხმო, ვიღაცა წყვეტს შენი რამდენი ხანი უნდა დარჩე, როდის გამოგიშვას იქიდან, როდის შეგიშვას, როდის დაგიჭიროს, როდის არ დაგიჭიროს, როდის მოგცეს უფლება, როდის არ მოგცეს და აი ეს რომ ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული. და კიდე ის შეგრძნება, რომ ხარ თავისუფალი ადამიანი, რომელსაც შეუძლია საერთოდ მთელ სოფლიოში სადაც უნდა იქ წავიდეს და საკუთარ სახლში რო ვერ მოდის. აი ეს მაბრაზებდა სასტიკად. და ეს ის წლები იყო კიდე, როდესაც ისედაც დეპრესია მქონდა, ძალიან ძლიერი დეპრესია, ესეთი დეპრესია ალბათ ცხოვრებაში მეორედ არასდროს არ დამემართება. და ამ დეპრესიას რო ემატებოდა ზემოდან კიდე ეს შეზღუდვები, ეს აბსოლუტურად მშლიდა ჭკუიდან. სასწაულად მაბრაზებდა. და ის შეგრძნება, რომ დილით იღვიძებ თბილისში და აი გინდა, რომ დილის ყავა დალიოს სოხუმის სანაპიროზე. და ამას ვერ აკეთებ, იმიტომ კი ვერ აკეთებ, რომ რაღაცა ხელს გიშლის, ან ფინანსები არა გაქვს, ან რამე, ან ვერ ჩადიხარ. იმიტომ რომ ენგურზე დგას ვიღაცა სირი ვანია და ის ვანია წყვეტს მე სად დავლიო თუ არ დავლიო დილის ყავა. და ეს დილის ყავის მომენტი იყო ყველაზე გასამწარებელი. რომელმაც მიყვანა იმ ზომამდე, რომ უნდა შევქმნა დეოკუპაციის პოლიტიკა და ის სირი ვანია ენგურიდან უნდა მოვაშორო ზუსტად იმისთვის, რომ მე ყავა სოხუმის სანაპიროზე მაშინ უნდა დავლიო, როცა მე მინდა. როგორც მე მინდა, სადაც მე მინდა და რამდენი ხანიც მე მინდა. და მეორე კიდე, მე ერთი სახლი მაქვს, ჩემი პირველი ფუძე ყველაზე მთავარი სახლი ვარჩეში, რომელიც ზღვასთან ახლოს არის და ჩვენთან ზღვაზე მზე ჩადის. მეორე სახლი, რომელიც იმიტომ გამიჩნდა, რომ რუსებმა ჩემი პირველი სახლიდან გამომაგდეს, მაქვს ოდესაში, ისიც ზღვას უყურებს, ოღონდ ოდესაზე ზღვა ამოდის. და მაქვს ასეთი ოცნება, რომ მე დილით ოდესაში ვიღვიძებ და მზის ამოსვლას ვხვდები ყავით ხელში. შუა დღეს გადავფრინდები სოხუმში და იმავე დღის, იმავე მზის ჩასვლას შევეგებები უკვე ვარჩეში ისევ ყავით ხელში. ერთი და იგივე დღის მზე უნდა ვნახო ჩემი ზღვის ორივე მხრიდან. ამიტომ ვეძახი ჩემ ზღვას, შავ ზღვას. ერთი სახლი იქით მაქვს, მეორე სახლი აქით მაქვს ამ ზღვაზე. და აი ეს ჩემი ზღვა უნდა იყოს თავისუფალი რუსისგან. ყველგან, მთელს პერიმეტრზე. მარტო იქ არა, რომ მე ოდესიდან სოხუმში ფრენა შემეძლოს. არა, იქ სოჭებში და რაღაცეებში, იქაც არ უნდა იყოს რუსის არაფერი საერთოდ. რომ ხედი არ გამიფუჭოს და ატმოსფერო არ გამიფუჭოს და ჩემი ყავისმის ვაიბები არ დამირღვიოს არასდროს. და მესამე სახლი მექნება ახლა წალკაში ვარ და დაახლოებით ერთი 50-60 კილომეტრი აქედან არის ბეთანიაში მაქვს მიწის ნაკვეთი. და ანუ ორი სახლი მაქვს ზღვაზე და ბეთანიაში იქ სახლს რო ავაშენებ, მექნება ერთი სახლი მთაში. მთაშიც უნდა, ეს ისეთი მთა არ არის ახლა როგორიც სვანეთია, როგორიც კოდორის ხეობა, იქით ზევით როგორიც თუშეთი და ასე შემდეგ. მაგრამ ვარჩესთან და ოდესასთან შედარებით ბეთანიის და აი ამ წალკის სიმაღლე უკვე მთა. ამიტომ წესიერ ადამიანს ერთი სახლი მთაშიც უნდა გქონდეს. თან აქ 2022 წელს ზაფხულში ჩემ მეგობარ ნიკომ წაგვიყვანა ექსკურსიაზე, სადღაც აქ არის ეს ადგილი, ახლა მე ჩემით ვერ ვიპოვი. არის აი როგორც აქ არის ასე ნანგრევები, ოღონდ იქ ბევრად უფრო შენახულია, ანუ სახლები, კედლები, ოთახები ჯერ კიდევ ჩანს და ანუ მე როდესაც იქ გასასუფთავებელი იქნება და არქეოლოგიური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, ოღონდ არაქოცების პირობებში. და არის რაღაცა ქალაქი. უბრალოდ სახლები კი არა, ქვის ქალაქია უზარმაზარი შენახული, შემონახული. და დაახლოებით ფიქრობენ, რომ ანუ ილიაუნს აქვს იქ ჩატარებული უკვე რაღაც სამუშაოები, არქიტექტურული კი არა და
არქეოლოგიური ღმერთო. არქეოლოგიური და რაღაცა ასე ზედაპირული დასკვნებით გონიათ, რომ იქაურობა დაახლოებით 30,000 წლის არის. წარმოგიდგენიათ? 30,000 წლის. ანუ ჩვენ წელთა აღრიცხვამდე 21 საუკუნე წელთაღრიცხვამდე. სასწაულად ძველი რაღაცა. და ერთი სახლი რომ ექნება ისეთ ადგილად, სადაც სასწაულად ძველი რაღაცეები ჯერ კიდევ შემონახულია, ესეც ძალიან საინტერესოა. მომავალ შეხვედრამდე მეტი არასდროს არ მოვინდომებ, რომ სხვისი ნალაპარაკები გადავთარგმნო და ასეთი დიდი პაუზები არხზე არ მექნება. ერთი კვირა დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი მოვაყო, მაგრამ ხვალ ჩავწერ იმას რუსულად და მერე ავხდგები ისევ ნორმალურ რეჟიმში, ხშირად ისევ იქნება ვიდეოები. საქართველო იქნება დეოკუპატორი. დეოკუპატორი მე ვარ, საქართველო იქნება დეოკუპირებული.